მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ გადავწყვიტე რომ ომის თემატიკასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმატიული რომ გახდეს ბლოგი და ბევრისთვის უფრო მარტივად გასაგები. ეს ყველაფერი რაც ხდება, წავიყვანო ისე როგორც საერთოდ შეეფერება გეოპოლიტიკურ საკითხებს მსოფლიო რუკის გეოგრაფიის შესაბამისად, სპეციალურად დავრეგისტრირდი პლატფორმაზე, რაც ძალიან დაგვეხმარება მიმდინარე მოვლენების აღქმაში. ეს არის მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები, კონფლიქტები, ომები და მსგავსი მოვლენების ინფორმატიული რუკა და რა თქმა უნდა ახლო აღმოსავლეთიც, თუმცა არა მარტო ახლო აღმოსავლეთი არის მასში შეყვანილი ინფორმაციები ყოველდღიურ რეჟიმში თუ რაც ხდება, ის რაც ვრცელდება და ასე რომ ვთქვათ, ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე, ყოველგვარი ცენზურების გარეშე და ესე შემდეგ, გარდა იმისა, რაც შეიძლება იქნას ბლოკირებული +18-ის შედეგად სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება ქვეყნდებოდეს, ყოველ შემთხვევაში განცხადებები ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან თავმოყრილი. ახლა ჩვენ შემთხვევაში ძირითადად ინტერესები არის ახლო აღმოსავლეთით, სპარსეთის ყურესთან და ომის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩემო კარგებო, დავიწყოთ უშუალოდ ჩვენი რეგიონის ამბები, აი გუშინ რაც გელაპარაკეთ, თუ რა ჩანაფიქრები არის ირანთან დაკავშირებით, სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით და ესე შემდეგ. დღეს შევეცდები ეს ყველაფერი რუკაზე გაჩვენოთ და თან დღის მანძილზე განვითარებული მოვლენები თუ რაც ხდება ომთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პირველი განცხადება გავრცელდა ირანის სულიერი ლიდერის მიერ, რომელმაც პირდაპირ წამოაყენა საკითხი, რომ ამერიკულმა სამხედრო ბაზებმა უნდა დატოვოს რეგიონი და გადაიხადოს ამერიკამ კომპენსაცია, მან ასევე მოუწოდა რეგიონის ქვეყნებს, რომ ამერიკული ბაზები ესაა სამხედრო საფრთხე, ამიტომ ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, ჭირდებათ თუ არა მათ ეს საფრთხე მათ ქვეყანაში და ძალიან ვრცელი ამბები გავრცელდა. დღევანდელ დღეს, ტრამპი რაღაცებს იქ ბოდავს, აცხადებს, რომ თურმე ომი საერთოდ უკვე მოიგო, როგორც ჩვევია ტრიპაჩ ადამიანს, თავისი ტრიპაჩობა, თავისი აუდიტორია მას ახლა ადარდებს ის, რომ ომის დასრულების შემდეგ ის შეინარჩუნებს ხელისუფლებას, არ შეინარჩუნებს, როგორი ეკონომიკური მოვლენები იქნება. თუმცა აქაც კიდე საკითხი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველანაირი დაკვირვებით ყველაზე დიდი დარტყმები ხორციელდება ევროკავშირის მიმართებაში და აზიური ქვეყნების მიმართებაში. ამერიკის შეერთებული შტატები სხვათა შორის თავს ძალიან კარგადაც შეიძლება გრძნობდნენ და აცხადებენ, რომ ჩვენთვისო, ჩვენო ნავთობსო უფრო მეც ვყიდითო, უფრო ასეო, თუმცა ახლა ეგეც კიდე საკითხავია, ვის როგორ აწყობს ამას ომის შემდეგ გავიგებთ, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს ომი და ეს მსხვერპლი შემთხვევით არ მომხდარა, ამის უკან დგას დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები. ეს ცალკე საუბრის თემა არის, დღეს მექნება არჩიბალდ მეკეშთან ომის ეკონომიკასთან დაკავშირებით საუბარი, ირანის რესპუბლიკასთან დაკავშირებით საუბრები, ჩემი YouTube-ის არხზე, ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში ნახავთ, ვისაც გაინტერესებთ. მანამდე კი მოვლენებს გადავავლოთ თვალი, თუ რა ხდებოდა და რა ხდება რეგიონში. აუხსნათ ის ქრონოლოგია, რა ქრონოლოგიაც იყო დღის მანძილზე, ეს 12 მარტი არის, ბრძოლის თეატრი განვიხილოთ თუ სად არიან განთავსებული ამა თუ იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალები და რა მოხდა. მოკლედ, პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ აი ეს ძალიან საინტერესო ინფორმატიული რუკა, ეს არაბეთის ზღვა არის, შემდეგ ინდოეთის ოკეანე და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები განთავსებული აი ამ რეგიონში, ეს დაჯგუფება, რომლიდანაც ხდება იერიშის მიტანა ირანთან. ეს არის ირანი, ალბათ
ძირითადად მოსახლეობამ ყველა მიცის, მეტნაკლებად აი რუკის წაკითხვა, ეს არის ირანი, ეს არის სპარსეთის ყურე, აი აქ არის განთავსებული ეს ორმუზის სრუტე, რომელიც არის ბლოკირებული ირანის მიერ. და ეს არის კუვეიტი, საუდის არაბეთი, ერაყი, კატარი, ბაჰრეინი, ემირატები, რომლებიც აი ამ გაუგებრობაში განსაკუთრებულად მოყვნენ, ომანი. და რაზეც იყო საუბარი იყო იმაზე, რომ ორმუზის სრუტი არის დაკეტილი და ამ ორმუზის სრუტის გახსნა გახდება თუ არა შესაძლებელი. მოდი პირველ რიგში შევხედოთ იმას, თუ ამერიკის შეერთებული შტატების გემები რა მანძილზე დგანან ამ მომენტისთვის ირანის უკიდურესი საზღვრიდან. და პირდაპირ ის რაც კოსმოსიდან ინფორმაცია არის მოწოდებული და როგორც ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული საჰაერო სურათებით შეიძლება განსაზღვროთ და იმ კოორდინატებით, რომელი კოორდინატებიც არის განთავსებული ამ ინფორმაციულ რუკაზე, ყველაზე ახლოს ამერიკული ხომალდი თითქმის 600 კილომეტრში იმყოფება ირანის საზღვრამდე. უახლოესი ეს არის მე-6 გაერთიანებული საბრძოლო ჯგუფი და დანარჩენი კიდე უფრო შორს, როგორც ხედავთ, და კიდე უფრო შორს არიან. ახლა რამდენად ახლოს არიან ესენი ცალკე იმ მიმართულებაზე, რომელი მიმართულებას უშუალოდ ბრძოლის თეატრად შეიძლება გადაიქცეს და ეს ადგილი არის ეს ვიწრო ყელი, ორმუზის სრუტე. ეს კიდე ცალკე საკითხი არის, შეგვიძლია ესეც გავზომოთ, ნახოთ იმისთვის, რომ ამ ადგილზე მოვიდნენ ამერიკული ხომალდები. უახლოესი ამერიკული ხომალდი იმყოფება, საბრძოლო ხომალდი იმყოფება 1048 კილომეტრზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ირანის ხელისუფლება, როდესაც აცხადებს, რომ ამერიკული სამხედრო გემები რეალურად მოშორდნენ ირანის საზღვაო სივრცეს, ეს თავისთავად ასე არის, განლაგებაც აი ესე ჩანს, ამიტომ მათ ჯერ მოუწევთ გადალახონ ეს მანძილი და შემდეგ დაიწყონ სახმელეთო ოპერაცია, რომელიც სახმელეთო ოპერაციაც უნდა განხორციელდეს აი ამ მოკლე მონაკვეთში, რომლის სიგრძე აი თავიდან ბოლო რომლის მანძილიც არის სულ რაღაც 90 კილომეტრი და ყველაზე ისეთი გაშლილი ადგილი და ამ 90 კილომეტრს აკონტროლებს ირანის ხელისუფლება. აი ამ კუნძულებს, რომლებსაც ხედავთ, ეს კუნძულებიც არის ირანის რესპუბლიკის საკუთრება, ხოლო აი ამ სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი ხომალდები, რომელი ხომალდებიც ეკუთვნის დასავლეთის ქვეყნებს, ესენი აბსოლუტურად ყველა არიან მძევლად აყვანილი ირანის ხელისუფლების მიერ. მანამდე განვიხილოთ თუ რა ხდებოდა თვითონ ორმუზის სრუტეში. ორმუზის სრუტე არის ბლოკირებული, როგორც ვრცელდება ინფორმაცია. اون دودو میبینی، اون دودو بگیر، اون دودو بگیر، اون یکی از اون نفتکشا. ირანელი ჟურნალისტები ავრცელებენ ამ კადრებს, ისინი აკონტროლებენ کشتی‌های خارجی که خاموش کردن ორმუზის სრუტეს და იქ ამერიკელების ჭაჭანება არ არის. საინტერესო არის თვითონ ეს ვიდეო. ირანმა برای نخستین بار تصاویر شهرهای زیرزمینی شناوری نیروی دریایی سپاه ისი საზღვაო არსენალის, ანუ იმ პატარა ხომალდების რაოდენობა, რომელიც განთავსებული არის
ირანის საცავებში თავისი საზღვაო ნაღმებით, რომელთა საშუალებითაც ირანი უპრობლემოდ განახორციელებს ორმუზის სრუტის დანაღმვას და ის განცხადებები, რომ ირანს ფლოტი არ აყავს, ირანი გაანადგურეს, ომი მოიგეს, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. სხვა შემთხვევაში ფაქტია ჩვენ რასაც ვხედავთ, ამერიკული ხომალდები საფრთხის გამო არ უახლოვდებიან სპარსეთის ყურეს და ორმუზის სრუტეს. სხვა შემთხვევაში ისინი ნამდვილად არ იქნებოდნენ 1000 კილომეტრით ორმუზის სრუტიდან დაშორებული. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა იერიში მიიტანა ორმუზის სრუტეში ჩარჩენილ ისრაელის გემზე, სამ გემზე განხორციელდა დარტყმები. ასევე ბრიტანულ ხომალდზე განხორციელდა დარტყმები. საინტერესო არის ის, რომ დარტყმები ასევე იქნა განხორციელებული ეს ვიწრო ყელი არის ერაყის პატარა ზოლი, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ბასრას პორტი და აქაც ირანმა ორმუზის სრუტეში ჩარჩენილ არასასურველი ქვეყნების გემებზე მიიტანა იერიში. მათ შორის ბერძნული გემიც მოყვა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია. მოკლედ ირანელები ამ ყურის ბატონ პატრონები არიან. თვითონ ყურეში კი რაც ხდება, ის არის, რომ ეს არის დღევანდელი თანამგზავრიდან გადაღებული სურათები ამერიკული სამხედრო ბაზის, რომელი ბაზაც განთავსებული არის კუვეითში, ეს ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილებია. ასევე კუვეითიდან განხორციელებული შეტევები ირანზე ატაკამსის რაკეტებით, რომელიც განხორციელდა, მაგრამ ასევე საპასუხოდ ირანიდან განხორციელდა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში. ამიტომ რატო ვლაპარაკობთ ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით? რატომ გვაქვს საუბარი? ეს გავრცელებული თემა იმის შესახებ, რომ ორმუზის სრუტის დებლოკაცია უნდა მოხდეს. იმისთვის, რომ ორმუზის სრუტის დებლოკირება განხორციელდეს, მაშინ ამერიკულ ხომალდებს ჭირდებათ აი აქედან გააკეთონ განახორციელონ სამხედრო მარში და დაიკავონ აი ეს მიმართულება ორმუზის სრუტეში. ამას ვამბობ მინიმუმს გამომდინარე იქედან, რომ ეს არის უშუალოდ კონტროლის სამკუთხედი. მაგრამ იმისთვის, რომ აი ეს მოკლე ტერიტორია იქნას გაკონტროლებული, ამისთვის საჭირო არის შეიქმნას ბუფერული ზონა და ბუფერული ზონა არის ბევრად დიდი. იგულისხმება ის, რომ ირანიდან საარტილერიო დარტყმებით ვერ მოხერხდეს იერიშების განხორციელება გემებზე. მაშინ მათ დაჭირდებათ აი ამ ზონის დაკავება და აი ამ ზონის დაკავება უკვე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას გულისხმობს და ასეთ შემთხვევაში ირანელი სამხედროები და ამერიკელი სამხედროები უშუალოდ თვითონ შევლიან ხმელეთზე საბრძოლო კონტაქტში და მინდა გითხრათ, რომ არაფერ კარგს ეს ამერიკულ მხარეს არ უქადის, იქედან გამომდინარე, რომ აი ესეთ პირობებში ბრძოლა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე არის ძალიან რთული, მით უმეტეს, როდესაც
ბაზები, მომარაგება, მთელი ძალები, რომლებიც იყო რეგიონში განთავსებული, ასეთი ხარდაჭერა მათ ნამდვილად აღარ ექნებათ. ამიტომ ამ სახმელეთო ოპერაციას ძალიან ეჭვის თვალით უყურებს ყველა, რა თქმა უნდა, არა მარტო შეერთებულ შტატებში, შეერთებული შტატების გარეთაც, თუმცა განიხილება ყველაფერი საიმისოდ, რომ დებლოკაცია მოხდეს. პარალელურად საინტერესო მომენტი არის აი ეს მონაკვეთი, ირანის აი ეს მონაკვეთი, ეს არის დაახლოებით ეს არის ჩრდილო ერაყისა და ირანის საზღვარი, რომელიც საზღვარიც არის ქურთისტანულ ერაყს და ირანის ქურთისტანის საზღვარი. თუკი მოინდომებენ ქურთები, რომელთა დასახლების ტერიტორია არის აი ეს კვადრატი, ზარმაზარი კვადრატი, ეს სირიის ნაწილი, ეს ერაყის ნაწილი, ეს ირანის ნაწილი, აი დაახლოებით აი ამ ტერიტორიებზე, სადაც ისინი ითხოვენ ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას და ამას პლუს აი აქეთკენ უკვე ეს თურქეთის ქურთისტანი არის. მათ მოუწევთ მომავალში აი ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლა. ამიტომ იყენებდნენ წლების მანძილზე დასავლეთი და რეაქციული ძალები ქურთებს ჩრდილოეთ ერაყში ჰუსეინის წინააღმდეგ, სირიაში ასადის წინააღმდეგ, ასევე თურქეთში თურქეთის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერჯერობით არც სირიაში ცხოვრები ქურთებისთვის, არც ერაყში ცხოვრები ქურთებისთვის არავის არ მიუნიჭებია დამოუკიდებელი სახელმწიფო სტატუსი. ამიტომ არავინ ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის ირანის ქურთული მოსახლეობის დასახლების ტერიტორია, ეს ტერიტორია ძირითადად, რომელიც ასევე მდიდარი არის ნავთობებით და აი დასავლეთი ცდილობდა, რომ აი ამ ტერიტორიაზე ქურთები წაეხალისებია, რომლებიც ეწევდნენ იერიშს ირანის მიმართულებით და ადგილობრივ ქურთულ სეპარატისტებს აიყოლიებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება. ხდება უფრო უარესი, ეს ისევ ამერიკელებისთვის და აი ეგრეთ ირანის მიმართ რეაქციული დაჯგუფებებისთვის ერაყის ტერიტორიაზე, აი ამ ქურთულ ანკლავში ირანს მიაქვს იერიშები და ეს არის ასევე ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე იბომბებოდა და გუშინაც დაიბომბა. ამიტომ ის ილუზიები, რომელი ილუზიებიც არსებობდა საქართველოში, რომ ირანი ასე ხელწამოსარტყამი ქვეყანა არის და მარტივად მოხერხდება მისი განადგურება, არ დადასტურდა. ამას ხედავს ყველა. ეს არის ბაჰრეინი, ეს პატარა კუნძული, რომელი კუნძულიც ასევე ამერიკული ხომალდების საყრდენი სამხედრო ბაზა იყო. აქაც არ წყდება ირანის იერიშები მთელი ამ ხნის მანძილზე და ეს დღევანდელი ინფორმაცია არის, ეს ასევე ქურთისტანში რაღა ბაჰრეინში განხორციელდა
ირანის არმიის იერიშები და ეს კუნძული ძალიან ცუდ დღეში არის, იმიტომ რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ხიდით უკავშირდება საუდის არაბეთს, ამას ქვია მეგობრობის ხიდი, რომელიც ასევე დაიბომბა მთელი ამ ბრძოლების მანძილზე არაერთხელ და გამოვიდა მწყობრიდან. თავად კუნძულის მოსახლეობა კი საკმაოდ ჭარბად არის შიიტური მოსახლეობა, რომელიც ირანს უჭერს მხარს. პარალელურად ხდება აბუ-დაბზე იერიშების მიტანა, დუბაიზე იერიშების მიტანა. არ შეწყვეტილა ეს პროცესი, ასევე დაიბომბა ომანი. საინტერესო არის ასევე ერთი მომენტი, ერთი ქვეყანა, კიდევ ერთი ირანის ძმა და მეგობარი მოკავშირე დაჯგუფება, ევროკაზე ცოტა შორიდან გამოაჩინოთ, რომ უფრო გასაგები იყოს, ეს თუ არის ორმუზის სრუტე, ეს არის ბაბ-ელ-მანდების სრუტე, საიდანაც წითელი ზღვის გავლით, ამ მიმართულებაზე ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭარბი საზღვაო ტრაფიკის გადაადგილება იქეთ და აქეთ და სუეცის არხის შემდეგ ყველა გემს უწევს გაიაროს ბაბ-ელ-მანდების სრუტე. ეს ბაბ-ელ-მანდების სრუტე კიდე არის ძალიან სახიფათო, რადგან ამ კვადრატს აკონტროლებენ იემენელი ჰუსიტები. იემენელი ჰუსიტები, რომლებიც მართალია ჯერ არ ჩაბმულან ომში, მაგრამ როგორც ისინი აცხადებენ, ისინი ირანის მხარდამხარ არიან და აი ამ ვიწრო ყელს, რომლის სიგრძეც 62 კილომეტრია, ისინი გააკონტროლებენ ძალიან მკაცრად და იერიშებს მიიტანენ ყველა იმ გემზე, რომელიც იქნება ირანისთვის მტრულ ბანაკში ყოფის სახელმწიფოს საკუთრება. ასე რომ ეს ომი არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, ისეთი გასეირნება ვერ მოუხერხდათ ისრაელს და შეერთებულ შტატებს, როგორცაც ბევრი ელოდებოდა. ახლა მიმოვიხილოთ თვითონ ისრაელის მდგომარეობა, ეს არის ისრაელი, რომელიც ასევე არის მიუხედავად რომ ისრაელში არსებობს მკაცრი ცენზურა ინფორმაციის გავრცელებაზე, ინფორმაცია მაინც ჟონავს, ეს არის ირანული მხრის და ჰეზბოლას იერიშები, რომლებიც მოკავშირეები არიან და ლიბანი კიდე, რომელიც ასევე ჰეზბოლას წყალობით ჩაერთო ისრაელთან ომში, აქ ამ კვადრატზე მიმდინარეობს ამ ადგილებში მიმდინარეობს უფერული ზონის შექმნა, ეს სამხრეთ ლიბანი არის. ამ ტერიტორიებზე ცდილობენ რომ შეიქმნას ბუფერი, თუმცა ჯერჯერობით ისრაელს დიდი დანაკარგები გააჩნიათ გავრცელებული ინფორმაციით, სადღაც 6 ტანკი უკვე აფეთქებული არის. იერიშებს კი ჰეზბოლა არ წყვეტს ნამდვილად და არ შეწყვეტენ კიდე დიდხანს ჰეზბოლას ისედაც თავისი ანგარიშები აქვს ისრაელთან.
აქ კითხვე რასაც ხედავთ, ეს არის ისრაელის საშველად მისული 3 ამერიკული და 1 ფრანგული ხომალდი, რომელი ხომალდიც ახორციელებს ისრაელის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას. შეხედეთ რა სიტუაცია მდგომარეობს აქ. ისრაელი თვითონ ფლობს პატრიოტების სისტემას, რკინის გუმბათს, არონს, თავისი ცალკე კიდე სარაკეტო სისტემა, განთავსებული არის თადის რაკეტები, გემიდან ხდება იგისის სისტემით მხარდაჭერა, ასევე ფრანგები უკეთებენ თავიანთი ხომალდებიდან მხარდაჭერას, ასევე ხდება თვითმფრინავებიდან მხარდაჭერა, მაგრამ ვერანაირად ვერ ხერხდება ირანის იერიშების შეკავება და ხედავთ, ეს არის ისრაელის ცა, რომელიც ირანული რაკეტების სამიზნე არის გამხდარი. ახლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ადამიანი, რომელიც გარკვეულიც კი არ არის სამხედრო საქმეში და პოლიტიკაში, ისიც კი ხვდება, რომ ამ მდგომარეობაში ისრაელის მხრიდან და შეერთებული შტატების მხრიდან ომის მოგებაზე ზედმეტია საუბარი, აქ მიემართება კიდევ ერთი ბრიტანული ხომალდი, რომ რამდენადაც მოახერხოს ისრაელმა საჰაერო სივრცის დაცვა. ეს არის კვიპროსი და კვიპროსზე განთავსებული ბრიტანული სამხედრო ბაზა, რომელიც სამხედრო ბაზაც დაბომბვის სამიზნე გახდა, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით კიდე გაურკვეველი არის, ვინ მოახდინა დაბომბვა. რეგიონში როგორც ჩანს, ასევე ამერიკული ხომალდების გადაადგილების მარშრუტი ეს ხომალდები წითელ ზღვაში არიან განთავსებულები, ალბათ მათი სამიზნე ძირითადად იქნება ისრაელის ამ პორტის დაცვა, რომელიც წითელ ზღვასთან აკავშირებს ისრაელს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბაბელმანდების სრუტის დებლოკირება, თუმცა რამდენად მოხდება ეს ცალკე საკითხავია. აქ არის ჯიბუტი, სადაც განთავსებული არის საერთაშორისო ხომალდები, რომლებსაც ასევე ავალიათ ამ ტერიტორიის დაცვა, თავის დროზე სომალელი მეკობრეების ასე რომ ვთქვათ საყვარელი ადგილი იყო ეს მეკობრეობისთვის და მის შემდეგ დაიწყო აქ ძირითადად დაჯგუფებების გაჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით არაფერი ისეთი შედეგი არ აქვს ამ საზღვაო ძალებს, თანამედროვე ომები ამას აჩვენებენ. საინტერესო ამბავი არის ის, რაც გავრცელდა ინფორმაცია, პედრო სანჩესი, რომელიც არის ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მან განაცხადა, რომ გაიწვევს ელჩს ისრაელიდან. ესპანეთს და ისრაელს ძალიან დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ბოლო დროს ესპანელები აღარ მოერიდნენ და საერთოდ გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან და გაიწვიეს ელჩი, ასევე დაეძაბეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, ვარი უთხრეს ოპერაციაში ხომალდების მონაწილეობაზე თავისი ტერიტორიიდან. და აქ არის ერთი მომენტი არის საინტერესო, ეს ყველაფერი ემთხვევა იმ მომენტს, რომ ირანმა განაცხადა 2 დღის წინ, რომ ის გაატარებს ორმუზის სრუტეში ყველა იმ ქვეყნის გემს, რომელი ქვეყნის გემიც
იქნება იმ სახელმწიფოს კუთვნილება, საიდანაც იქნება გაძევებული ისრაელის და ამერიკის ელჩი. თუ ესპანეთის ამ ნაბიჯს მოყვება ის, რომ ესპანური ხომალდები 45 წუთში უპრობლემოდ გაივლიან და გამოივლიან, ამას შეიძლება მიბაძოს ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ძალიან ბევრმა ქვეყანამ და ეს უკვე დიდი პოლიტიკური დარტყმა იქნება ამ ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანის წინააღმდეგ არიან ჩაბმული ომში. მოკლედ დღეს გადავწყვეტი ასე მაინც ცოტა მართალია ზედაპირულად, მაგრამ ამეხსნა ის რაც ხდებოდა, არა და ქრონოლოგიურად ძალიან ბევრი საინტერესო ამბები მიდის ეს პოლიტიკურ საკითხებში, რომ ვთქვათ, ასევე დაფიქსირდა ის, რომ ამერიკულმა ავიაციამ იერიშები განახორციელა სპარსეთში არსებულ ირანში არსებულ სოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე, რაც არის ვანდალიზმი, რასაც მიჩვეულები არიან სირიის ომიდან გამომდინარე, სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ამერიკული და ისრაელის ავიაციის იერიშები არის. მიმდინარეობს ორივე მხრიდან დაბომბვა, მაგრამ ფაქტია ის, რომ ჯერჯერობით ირანი დგას და არანაირი პირი არ უჩანს ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი მიმოხილვა იყო აი ასეთი ფორმით, მომავალში უფრო დეტალურად და უფრო საინტერესოდ მოვახდენთ ინფორმაციის თქვენამდე მოწოდებას. ეს კი გელოდებათ საუბარი არჩიბალდ ჩემ და არჩიბალდ მეკეშის ვიდეო ეთერის, რისაც გაინტერესებს ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნება საუბარი და შემოგვიერთდით. ახლა კი გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.